6 მსხვერპლი, რომელიც მტაცებელს ჭკუაში სჯობნის. მტაცებლები მხოლოდ დიდი და ძლიერი ცხოველები არ არიან. ისინი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი ინტელექტითაც გამოირჩევიან. ცხოველთა სამყაროში ზოგჯერ ჭკუაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ფიზიკურ მონაცემებს აქვს. მაგრამ ხვდებით ისეთ შემთხვევებს, სადაც ინტელექტი ბევრს წვეთს. სწორედ ასეთ სიტუაციებში მსხვილს შესაძლებლობა იძლევა, რომ მტაცებელს აჯობოს და თავისი გონებრივი შესაძლებლობების დახმარებით ცუდი სიტუაციიდან თავი დაიძვრინოს. ზოგი ცხოველი ამ ყველაფერს ძალიან უნიკალურად და საინტერესოდ აკეთებს და დღეს სწორედ ასეთ შემთხვევებს გაგიზიარებთ. მერკატები. მერკატები გამოირჩევიან თავიანთი უნიკალური და საყვარელი გარეგნობით. თუ მერკატები ოდესმე გინახავთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ მათ შევიათ ორფეხზე დადგომა და აქეთ-იქით ყურება. რეალურად ეს პოზა მერკატების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამას თავისი მიზეზი აქვს. მერკატებს შეხვდებით აფრიკის სამხრეთ ნაწილის უდაბნოებში, ქვეყნებში როგორებიცაა ბოცვანა, ნამიბია და ანგოლა. მერკატები პატარა ცხოველები არიან და მათზე ნადირობა ძალიან ბევრ მტაცებელს შეუძლია. ეს მტაცებლები მერკატებს ხშირ შემთხვევაში ზომითაც ჯობნიან და სისწრაფითაც. მსგავსი მტაცებლებისგან თავის დასაცავად მერკატებს ძალიან საინტერესო მექანიზმია. როცა მერკატები ჯგუფებად არიან და საჭმელს ეძებენ, მათი უმეტესობა ჩართულია საკვების მოპოვების პროცესში, მაგრამ ერთ გუშაკს აუცილებლად ტოვებენ. ეს ერთი მერკატი დარაჯობს ყველა დანარჩენს და საშიშროების შემთხვევაში ხმას გამოსცემს. რითიც ჯგუფის დანარჩენ წევრებს საშიშროების შესახებ აფრთხილებს. ზოგ შემთხვევაში გუშაგის მოვალეობას ერთზე მეტი მერკატი ითავსებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გუშაგებს თავიანთი ცვლები აქვთ. ეს ცხოველები აცნობიერებენ იმას, რომ გუშაკს დიდხნიანი დგომის შედეგად შეიძლება ყურადღება გაიფანტოს და სიტუაციას სათანადოდ ვერ დააკვირდეს. სწორედ ამიტომ ისინი რაღაც დროის ინტერვალით ერთმანეთს ეცვლებიან. გუშაგის საფრთხის დანახვისთანავე გამოსცემს სპეციალურ ხმას, რომლის გაგონების შემდეგაც ძირითადად ყველა მიწაში იმალება. ასეთი ჭკვიანი და საინტერესო ცხოველები არიან მერკატები. ყვავები. ჩვენ სიაში შემდეგი არსება ყვავია. მერკატების მსგავსად გუნდური მუშაობა ამ ფრინველებსაც შეუძლიათ. თუმცა ყვავის მთავარი იარაღი ნამდვილად მისი ინტელექტია. ყვავი პლანეტაზე ერთ-ერთ უჭვიანეს არსებად ითვლება და სხვადასხვა ეს მათ ქცევაშიც გამოიხატება. მაგალითად, ექსპერტების დაკვირვებით ყვავებს ესმით წყლის დონის ცვალებადობა ბოთლში. ზოგჯერ ბოთლში ნივთებს აგდებენ, რათა წყლის დონე მაიწიოს და შემდეგ ამ წყლის დალევა შეძლონ. ყვავები შემჩნეულები არიან საჭმლის მოსაპოვებლად სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებაში. მაგალითად, მოძრავ მანქანას ბორბლის ქვეშ უგდებენ ქილას, რათა ეს ქილა გაიხსნას და შემდეგ ჭამონ რაც არის შიგნით. შეიძლება ეს სიგიჟედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მართალია. ამ ფრინველის ინტელექტი ძალიან დაუფასებელია. ყვავები ფაქტიურად ყველგან ბინადრობენ. მათ პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე შეხვდებით. ამას ემატება ისიც, რომ თითქმის ყველანაირ კლიმატურ სარტყელში ცხოვრობენ და დასახლებულ ადგილებშიც ხშირად შეხვდებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მათ სხვადასხვა ჰაბიტატში უწევს სხვადასხვა მტაცებლებისგან თავის დაცვა. მტაცებლების სია ნამდვილად გრძელია. ამდენ განსხვავებულ მტაცებელს რო გადაურჩეს, სწრაფი აზროვნების უნარი გჭირდება და როგორც უკვე ვახსენე, ყვავებს ეგ არ აკლიათ. ისინი კარგად ხვდებიან, რომ საფრთხე შეიძლება წამოვიდეს როგორც მიწიდან, ისევე ციდან და უსაფრთხოდ არც მაინც და მაინც ხეზე არიან. ყვავებს ასეთ სიტუაციასთან გასამკლავებლად არც მეტი არც ნაკლები თავიანთი ენა აქვთ, რომელიც შედგება 20 სხვადასხვა მნიშვნელობის სიგნალისაგან. არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ზოგი ეს სიგნალი მტაცებლის ტიპსაც მიანიშნებს. ყვავებს საკუთარი ხელსაწყოების გაკეთება და მათი გამოყენება შეუძლიათ. არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ჯოხი თუ რაიმე სხვა. საინტერესო ისაა, რომ ყვავები ამ ხელსაწყოებს ინახავენ და არ აკდებენ. ეს ფრინველები ხელსაწყოებს ძირითადად მტაცებლებისთვის ყურადღების გადასატანად იყენებენ. მოკლედ, ყვავი შეგვიძლია ჭადრაკის მოთამაშეს შევადაროთ. ის ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ ხედავს. ყვავი რო ჭკვიანი არსება იყო, ალბათ ასე თუ ისე გაგონილი მაინც ჰქონდათ, თუმცა ჩვენი სიის შემდეგ წელზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. მტრედები. მტრედებს თავისი ინტელექტის გამო ხშირად ნამდვილად არ აქებენ. ამის მიუხედავად ეს ჩიტები გონიერებით ნამდვილად გამოირჩევიან. მტრედებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფოსტალიონების როლი ჰქონდათ. მათი საშუალებით ადამიანები ერთმანეთს უგზავნიდნენ შეტყობინებებს და პატარა ნივთებს. მტრედებს მსგავსი დავალების შესრულება არ უჭირდათ, რადგან ძალიან კარგად იმახსოვრებენ სხვადასხვა ადგილებს. ასევე ვინმე თუ აჭმევს რაღაც კონკრეტულ ლოკაციაზე, ეს ახსოვთ და იქ ხშირად მიდიან. ერთსა და იმავე დროს თუ უყრის ვინმე საჭმელს, დროსაც იმახსოვრებენ. მტრედებისთვის სამწუხაროდ ზოგი მტაცებელი ამ დინამიკას ამჩნევს და მტრედის ამ თვისებას თავის სასიკეთოდ იყენებს. მტრედისთვის ერთ-ერთი ბუნებრივი მტაცებელი არის ქორი, რომელიც მას ძალიან ბევრ პრობლემებს უქმნის. ერთი შეხედვით მტრედებს ქორისგან არცზე კარგი თავდასხმის მექანიზმი აქვთ. ისინი უბრალოდ ყველა პანიკაში ვარდებიან და იმედი აქვთ, რომ ქორი მათ ვერ დაეწევა. მაგრამ ყველა მტრედი ასე ნამდვილად არ მოქმედებს. მტრედების რაღაც ნაწილმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მათი მტრის მტერი მათი მეგობარია და ახლა ახსნი რას გულისხმობ მაგაში. მოკლედ, ქორებს და ყვავებს ერთმანეთი ეზიზღებათ. ქორი ყვავებზე ნადირობს, როცა შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ ყვავები საკმაოდ დიდები იზრდებიან და ამის გაკეთება უჭირს. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ყვავები დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ. მოკლედ, ყვავები არიან ტერიტორიული ცხოველები, ან თავის ტერიტორიას იცავენ და მათ იზღებათ ქორები. როგორც ჩანს, მტრედების რაღაც ნაწილმა ეს გააცნობიერა.
იქიდან გამომდინარე, რომ ისინი უფრო და უფრო ხშირად ხვდებიან ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ბევრი ყვავია. ტყედები და ყვავები ერთი და იგივე საჭმელს არ ჭამენ, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი ნაკლებადაა. ანუ გამოდის, რომ მტრედებმა საკუთარ თავს შეუქმნეს უსაფრთხო გარემო, სადაც ქორები ყვავების შიშით ვერ შემოდიან და თუ მაინც შემოვლენ, ქორებსა და ყვავების ჯგუფს შორის დაპირისპირება იქნება. მტრედები კი დიდი ალბათობით მაინც ხელშეუხებლები დარჩებიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩიტების ინტელექტი ნამდვილად დაუფასებელია. აფრიკული ველური ძაღლები. აფრიკული ველური ძაღლების სიტუაცია კვებით ჩაშვი საკმაოდ საინტერესოა. ისინი იდეაში არიან მტაცებლები, მაგრამ თავიანთი პატარა ზომის და ასევე დიდი კონკურენციის გამო ხშირად მსხვერპლის როლის მორგებას უწევთ. ისინი ლომის გავს მტაცებლებს პირდაპირ ბრძოლაში კონკურენციას ვერ უწევენ. იგივე შეიძლება ითქვას კოპლებიანი აფთრების კლანზეც. აფრიკული ველური ძაღლების ჯგუფი 10-დან 40-მდე წევრისაგან შედგება. ეს წევრები ერთმანეთში საკმაოდ რთული ენის საშუალებით საუბრობენ. მათ შორის მჭიდრო სოციალური კავშირია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათ დემოკრატიული სისტემის მსგავსი რაღაც აქვთ. ზოგი ექსპერტის მოსაზრებით ისინი ხმას აძლევენ წავიდნენ თუ არა სანადიროდ. ლომის ამ მსგავსი მტაცებლის მოახლოვებისას კი შემდეგი სტრატეგია აქვთ. თითოეული მათგანი სხვადასხვა მიმართულებით გარბის და სანამ მტაცებელი გადაწყვეტს რომელს გაეკიდოს, უკვე ყველა სამშვიდობოსაა გასული. ეს თლად გენიალური სტრატეგია არაა, მაგრამ გაშლილ ადგილებში ამაზე კარგის მოფიქრება ძნელია. ამაზონის ჭიანჭველისებრი ჩიტები. ამაზონის ჭიანჭველისებრი ჩიტი ძალიან პატარაა, მაქსიმუმ 15 სანტიმეტრამდე იზრდება. სწორედ ამის გამო მასზე უამრავი მტაცებელი ნადირობს. ამის გაგების შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეს ლოგიკური კითხვა, როგორ უნდა დაიცვას ასეთმა არსებამ თავი. ჭიანჭველისებრი ჩიტი ამას სხვისი ხმის იმიტაციით აკეთებს. უფრო კონკრეტულად ის გამოსცემს ანტშრიკის ჩიტის ხმას, რომელიც ძალიან აგრესიულია. მისი აგრესიულობიდან გამომდინარე, მტაცებლებს მასზე თავდასხმა ხშირად არ უღებთ, რის გამოც ეს სტრატეგია ძირითად შემთხვევაში მუშაობს. მთავარი გეგმის გარდა ჭიანჭველისებრ ჩიტს სათადარიგო გეგმაც აქვს. ჭიანჭველისებრი ჩიტების ჯგუფები ხშირად უერთდებიან ისეთი ჩიტების ჯგუფებს, რომლებსაც კარგად გამოზიდთ მტაცებლებისთვის თავი ზარიდება. ამას ემატება ისიც, რომ შედარების საშიში ჩიტის ხმას რამდენიმე ჩიტი გამოსცემს, რაც მტაცებლისთვის დიდი საფრთხის ილუზიას ქმნის. მილანთევზები. მილანთევზა საკმაოდ საინტერესო წყლის ბინადარია. ის ზომაში ძალიან დიდი არ არის, რის გამოც თავის დასვა უჭირს. მით უმეტეს იმ მტაცებლებისგან, რომლებიც მასზე ნადირობენ. მილანთევზას სავარაუდოდ გემრიელი ხორცი უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი ერჩის. მასზე ნადირობენ სვიგენები, დიდი თევზები, სელაპები და ჩიტებიც კი. მოკლედ მილანთევზა სადასა უნდა წავიდეს ყველგან მტაცებელია. შესაბამისად გადასარჩენად ამ თევზებს უნიკალური დაცვის მექანიზმების გამომუშავება მოუწიათ. მაგალითად მოვიყვან ერთ მექანიზმს. ხშირ შემთხვევაში, როცა მელანთევზას მტაცებელი უახლოვდება, ის იცვლის კანის ფერს და ამას ესთეტიური ეფექტისთვის ნამდვილად არ აკეთებს. იცვლის არა მარტო კანის ფერს, არამედ ტექსტურასაც. შეუძლია გაიჩინოს ზოლების და კოპლების მსგავსი მოხაზულობებიც. მოკლედ, როგორც ჩანს, ზოგჯერ ეს ყველაფერი მტაცებელს უბრალოდ აჰიპნოზებს. ეს საკმაოდ უცნაური და ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აშკარად ასეა. მტაცებელი ამ ყველაფრის დანახვისას დროებით იბნევა. მელანთევზას ეს ყველაფერი არაფერში გამოადგება თუ გაქცევა ვერ შეძლო. მტაცებელი ადრე თუ გვიან შეჯამს. მელანთევზა საკმაოდ ნელი ცხოველია, მაგრამ თავისი გაქცევის მექანიზმი აქვს. ის უბრალოდ დიდი რაოდენობის მელანს წყალში გატყორცნის და ამ ინერციის ხარჯზე საკმაოდ სწრაფად გადაადგილდება. თავისთავად მტაცებელს ხელს ეს გატყორცნილი მელანი უშლის ხელს. ამ გზით მელანთევზა მტაცებელს დააბნევს და გაექცევა. მოკლედ და კონკრეტულად ეს არსება ახერხებს თავისეთ დიდი, ძლიერი და სწრაფი არსებებისგან თავის დაძვრენას. და ამ ყველაფერს ნახსენები ორი მექანიზმის საშუალებით აკეთებს. მელანთევზა და მისი მსგავსი არსებები გვიმტკიცებენ, რომ ხერხი ღონეს ზოგჯერ ნამდვილად ჯობია. ამით ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და თუ მოგეძონათ ის გთხოვთ ტრადიციულად რომ დაალაიქოთ, გამოიწევთ არხი და დატოვოთ კომენტარი. ამით არხს ძალიან ეხმარებით. ასევე ტრადიციულად რაიმე ვიდეოს იდეა თუ გაქვთ, მაგასაც ველოდები. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას მოთხოვნა დავაკმაყოფილო. მომავალ შეხვედრამდე.